როცა ვსაუბრობთ სპექტროსკოპიაზე, ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდება თურმე სიგნალის ფორმა. მაგალითად, ახლა ვისაუბროთ ალკოჰოლზე, იმიტომ რომ განსაკუთრებით ალკოჰოლის შემთხვევაში არის ასე. ეს არის სტანდარტული ალკოჰოლი და ჩვენთვის საინტერესო აქ არის ჟანგბადსა და წყალბადს შორის ბმა. ვიცით, რომ ნაწილობრივ უარყოფითი მუხტი ექნება ჟანგბადს და წყალბადს ნაწილობრივ დადებითი და აქეთაც იგივენაირად იქნება, ხო? მოდი მივახატო ამასაც. ნაწილობრივ უარყოფითი, ნაწილობრივ დადებითი და ეს განაპირობებს წყალბადურ ბმას და წყალბადური ბმა შეასუსტებს აი ამ წყალბადსა და ჟანგბადს შორის ბმას, ხო? ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ შესუსტდა ბმა, ანუ გავიხსენოთ ისევ ზამბარის მაგალითი, თუ შევამცირეთ კა სიხისტე, ამ შემთხვევაში ბმის სიძლიერე, მაშინ ასევე შემცირდება ტალღური რიცხვი, ხო? ან სხვაგვარად, სიხშირე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ესე იგი, გამოდის, რომ გავლენას იქონიებს სხვა მოლეკულა ბმის სიძლიერეზე, აი ამ ჟანგბადსა და წყალბადს შორის და საქმე ის არის, რომ სხვადასხვა მოლეკულას განსხვავებული ინტერაქცია ექნება მოლეკულებთან. ანუ ზოგ მოლეკულას უფრო ძლიერად ექნება და უფრო მეტი ექნება წყალბადური ბმა, ზოგს ნაკლები, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სხვადასხვა დონეზე იქნება შემცირებული სხვადასხვა მოლეკულისთვის ეს კა და შესაბამისად სხვადასხვა დონეზე იქნება მოცემული, წარმოდგენილი ტალღური რიცხვები ამ მოლეკულებში. ამიტომ არის აი ასეთი ფორმა რომ გვაქვს მიღებული, შეგვიძლია ეგ გავავლოთ ისე როგორც ვაკეთებთ ხოლმე დაახლოებით 3000-თან ვერტიკალური ხაზი. აი აქ სტანდარტულად გვაქვს სიგნალი, რომელიც შეესაბამება ნახშირბადის და წყალბადის ბმას ერთმანეთთან, ოღონდ SP3 ჰიბრიდიზაცია გვაქვს აქ ნახშირბადის. ეს არის აი ეგ სიგნალი და აი აქ კაფიოდ ჩანს აშკარად ძალიან ესეთი დიდი პროფილია, ანუ განიერი სიგნალი არის და ზუსტად იმის ბრალი არის აი აქ რაც აღწერეთ და შეგვიძლია დავუკვირდეთ რომ ეს არის სადღაც დაახლოებით 3000-დან ალბათ 3100, 200, 300, 400, 500, 600-იც, ანუ დაახლოებით 3000-დან 3600-მდე იცვლება ტალღური რიცხვები აქ. აქეთ ამ მიდამოზე შეგვიძლია ვისაუბროთ, აქ თუ გავავლებთ 1500-თან, როგორც ასევე გუჩვევია, იმედია უკვე. ვიცით რომ ეს უბანი, ანუ ჯერ პირველ რიგში აქ რა უბანი გვაქვს, ანუ აქ რაზეც ვლაპარაკობდით, ეს არის წყალბადის რამესთან ბმის უბანი, ხო? ანუ როცა წყალბადთან გაქვს ბმა, მაშინ აი ეს უბანი არის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩნდა ჟანგბადის წყალბადთან ბმის შედეგად მოცემული სიგნალი, ხო? ეხლა აქეთ ამ მხარეს ვიცით რომ აი დაახლოებით აი აქ გვაქვს უკვე ერთმაგი ბმის უბანი და სტანდარტულად ნახშირბადის ანუ სხვათა შორის წინა ვიდეოებშიც გავარჩიეთ ეს და ამიტომ არის ესე პირდაპირ ვლაპარაკობ ამაზე და აქაც ზუსტად იგივე შემთხვევა გვაქვს, ხო? ანუ ეს ზუსტად ესნაერთი გქონდა აღებული წინა ვიდეოშიც და ეს არის ნახშირბადის ჟანგბადთან ბმის შესაბამისი სიგნალი, კონკრეტულად აი ეს და ერთმაგი ბმის უბანში არის ცხადია და თუ დავუკვირდებით სადღაც 1100-თან არის მიახლოებით და შეესაბამება აი ამას, სადაც აქ გვაქვს ჟანგბადი და აი აქ გვაქვს ნახშირბადი. მოდი ახლა ავდგეთ და შევადაროთ ეს ალკოჰოლი, ანუ ეს არის 1 ჰექსანოლი, ხო? ავდგეთ და შევადაროთ აი ამას, რომელიც ბოლომდე არც ჩანს, ხო? არა, ჩანს მე მგონი. ეს არის ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი, ან უბრალოდ დავწეროთ BHT, ხო? და როგორც ხედავთ, აი აქაც გვაქვს, ანუ აშკარად საშუალება თითქოს ჩანს იმის, რომ წარმოიქმნას წყალბადური ბმები, ესე იგი, ასეთი ბმების წარმოქმნის შანსია თითქოს აქ, რაც შეასუსტებს ბმებს ჟანგბადსა და წყალბადს შორის აი ამ მოლეკულებში. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ მოლეკულების შემთხვევაში გვაქვს სტერიული ეფექტები, რაც ხელს შეუშლის ამ პროცესს, აი აქაც გვაქვს იგივე, ხო? ანუ ძალიან დიდი დოზით იქნება ეს სტერიული ეფექტები, რაც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ამ წყალბადური ბმების წარმოქმნის პროცესს და შესაბამისად, თუ დაუკვირდებით, აი აქ 3000-ზე რომ გავატარებთ ვერტიკალს, ჩანს რომ საერთოდ არ გვაქვს ისეთი პროფილი, როგორიც აი აქ გქონდა, ხო? ანუ ერთი გამოკვეთილი პიკი არის მარტო, აი აქ, რომელიც მოდის სადღაც 1 2 3 4 5 6-თან, ხო? ესე იგი, მიახლოებით არის 3600 და ეს
კონკრეტულად შეესაბამება ჟანგბადის წყალბადთან ბმის სიგნალს, ანუ ეს ბმა არის, რომელიც გვაძლევს ამ სიგნალს, მაგრამ აი ეს განიერი სიგნალი, ანუ ეს დიდი, განიერი უნდა დავარქვა ყველაზე კარგი ვარიანტი ეგ არის, არ გვაქვს აქ, იმიტომ რომ არ წარმოიქმნება ეს ბმები, შესაბამისად არ სუსტდება წყალბადის ჟანგბადთან ბმა, ანუ სხვადასხვა დონეზე მოცემული არ გვაქვს, იმისთვის რომ მოგცეს აი ასეთი დიდი ზომის სიგნალი, ასე ვთქვათ. დიდი ზომის ისე ფორმით, ანუ სიგანეში გულისხმობ. და გვაქვს ამიტომ ერთი შედარებით ესეთი ვიწრო და გამოკვეთილი პიკი. და მოდი ერთი სპექტრიც ვნახოთ, ასე ვთქვათ, ერთი მოლეკულისთვის. ეს არის კარბოქსილური მჟავა და აქაც ვაკვირდებით, ხედავთ, რომ ашკარად უნდა იყოს საშუალება იმის, რომ წარმოიქმნას წყალბადური ბმები და თან თუ დავკვირდებით, აქ კიდევ უფრო განიერი არის ეს სიგნალი, რაც მოცემული გვაქვს, აი აქ საკმაოდ წინანდელზე უფრო განიერია. და საინტერესო არის რატომ ხდება ეგ და მოდი დავაკვირდეთ მაგას. საქმე არის ის, რომ ამ მოლეკულების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი წყალბადური ბმა წარმოიქმნება, ასე რომ კიდევ უფრო მეტად დიდი ვარიაცია შეიძლება გქონდეს იმის თუ რა ხდება საერთოდ, ანუ რამდენად ძლიერი და სუსტი ბმები არის ჟანგბადსა და წყალბადს შორის და ამიტომ აი აქ მართლაც 3000-ზე რომ გავატაროთ, აი ესე გამოჩნდება რომ ამ ცენტრირებული არის თითქოს აი ამ 3000-ზე და აქეთაც და იქითაც საკმაოდ დიდი არეალი უჭირავს ამ სიგნალს და თუ დაუკვირდებით აი ეს მცირე მაინც გამოკვეთილი პიკი, აი ეს შეესაბამება იმას, რასაც მიჩვეული ვართ აქ რომ პოულობთ, ანუ ესე ცალკე რომ დგას ხოლმე ნახშირბადის წყალბადთან ბმა SP3 ჰიბრიდიზაციისას და უბრალოდ ამაზე არის ასე ვთქვათ ცენტრირებული ეს დიდი სიგნალიც და შესაბამისად ისე გამოკვეთილად არ ჩანს ეს კონკრეტული სიგნალი, რასაც სხვა შემთხვევაში ვხვდებით ხოლმე. გარდა ამისა, ასევე თუ დაუკვირდებით აი აქ, მოდი ესე იგი 1500-თან გავატაროთ. აი აქაც გვაქვს ერთი ძალიან მკაფიოდ გამოყოფილი სიგნალი, რაც შეიძლება გახსოვთ, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ვიდეოში ნახეთ, რომ ეს უბანი შეესაბამება ორმაგ ბმას, ხო, აი ხა რა უბანშიც ვართ აქ და კერძოდ ეს არის ნახშირბადის ჟანგბადთან ბმა, ანუ ეს მიგვითითებს კარბონილის ჯგუფზე და ამიტომ ასეთ მოლეკულასთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან კარგი მინიშნებები შეიძლება ვნახოთ სიგნალებში. კერძოდ აი ასეთი ფართო სიგნალი თუ შეგხვდა და ასევე ასე მკაფიოდ გამოყოფილი თუ შეგხვდა სიგნალი ორმაგი ბმის ადგილას, ესე იგი წესით კარბონილის ჯგუფზე მიგვითითებს და ერთი საინტერესო რაღაც კიდევ რაც უნდა აღვნიშნოთ, ანუ ვახსენეთ რომ როცა გვაქვს წყალბადური ბმა, ეს ამცირებს წინა შემთხვევაში მაგალითი გქონდა წყალბადსა და ჟანგბადს შორის ბმას, მაგრამ გარდა ამისა, აი აქ ჟანგბადსა და ნახშირბადს შორის ბმაც შესაძლო არის შეამციროს, აი ამაზეა საუბარი. შესაძლო არის კი არა, ამცირებს უბრალოდ უფრო მცირედ. ანუ თუ დაუკვირდებით, თითქმის არ ეტყობა ესე შეუიარაღებელი თვალით, მაგრამ აი აქ ეს სიგნალი ოდნავ უფრო ნაკლებ ტალღურ რიცხვს შეესაბამება, ვიდრე ნორმალურ შემთხვევაში და ეგ არის იმის ბრალი და მომავალ ვიდეოში კიდე ვისაუბრებთ ამაზე, რომ აი ამ წყალბადური ბმის გამო შესუსტებული არის ეს ბმა.